ნაძალადევში მდებარე ვერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური და კანონზი ირაკლი კენკებაშვილი დილომშვიდობეს ამერკილი დავულოცეთ მადლობა სტუმრობისთვის. ქრისტიანა გასამებით მშვიდობიან დილას დღეს გისურვებთ და გილოცავთ მარკოზ მახარებელის ხსენებას. შეგვეწიოს მისი ლოცვა მადლი ჩვენ ოჯახებს სრულიად საქართველოს და ერთმა გაგვაძლიეროს მერტის სამშვიდობო და ერთმანეთის სიყვარულში. ჩვენს გილოცავთ მარკოზ მახარებელი ბრძანდება ერთ-ერთი სახარების ავტორი, ერთ-ერთი მახარებელი, ვინაიდან ჩვენ პარასკევობის ტრადიცია გვაქვს, რომ განმარტავთ ხოლმე უყვებით საზოგადოებას იმ სახარებას, იმ მუხლებს, რომელიც ცენტრალური ნაწილია ღვთისმსახურების, შეიძლება ითქვას და ესე იგი ეს განიმარტება ლიტურგია, რომ ამ დროს თავად მაცხოვარი გვესაუბრება, მაცხოვრის სიტყვას ვისმენ და ჩვენ ცხადია ვისაუბრებთ იოანეს სახარებაზე, რომელიც უნდა მოგვისმინოთ კვირას, მაგრამ რამდენიმე სიტყვით, რადგან დღეს არის სწორედ მარკოზ მახარებლის ხსენება მაზეც ვისაუბროთ. ეხლა უცებად მარკოზ მახარებელის უდიდესი წმინდანი ბრძანდება მოციქული მისიონერი და ჩვენ ეკლესია და ქრისტიანები მას უმადლით დიდად ვემადლიერებით რომ ერთ-ერთი სახარების ავტორი მოგვიხსენებათ მარკოზი რიგით მეორე სახარებისა რომელიც ნამდვილად ჩვენი სულების დამარწყულებელი და განმახლებელი და მაცხოვნებელია. კერძოდ მარკოზ მახარებელი დაიბადა იერუსალიმში ესეთი გარდამოცემა არსებობს და მის სახლი უშუალოდ ემიჯნებოდა გეციმანის ბაღს. და ესეთი გადმოცემა არსებობს ის ახლა მაცხოვარს გეციმანის ბაღს შეპყრობის წინ და შეპყრობის შიშით გაიქცა მაშინ მოსულ ჯალათებს რომელსაც იესო მაცხოვრი შეპყრობას სცადათ მაგრამ ამის შემდეგ მანაც მოინანია და მისი სახლი ერთგვარად თავისუფლად იქცა ქრისტიანების ეგ იმართებოდა მათ შეკრებები ლოცულობდნენ ადიდებდნენ ღმერთს და გახდა მოწაფე შემდეგ პეტრე მოციქულისა პავლესი ბარნაბას დისწული იყო ესეთი გარდამოცემაც არსებობს კიდევ მოციქულ ბარნაბასი მანს დიდი ღვაწლი დასდო ეკლესიას თავის ქადაგედ მისურენ მოღვაწეები ჯერ პავლე მოციქულს ახდა და ბარნაბას ელევკიაში კუზუ კიპროსი ქადაგებისას შემდეგ უკვე პეტრე მოციქულთან ერთად მოიარა რომი და ეგვიპტეში და არაერთი ეკლესია დაარსდა პეტრე მოციქულთან ერთად ისე უყვარდა წინა პეტრეს რომ მას საკუთარ საყვარელ შვილად სახელდებს თავისების ძოლაში პეტრე და ესეთი გარდამოცემაც არსებობს რომ უშუალოდ პეტრეს ხელმძღვანელობით დაწერა მან თავისი სახარება მარკოზის სახარება რომში როცა პავლე მოციქულიც უკვე დაყოლებული იყო და მის სანახავად ჩაბრძანდა შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძო მან მისიონერული მოღვაწეობა ქადაგებითი ეგვიპტეში იქ მან მოიარა ეგვიპტის შიდა ქვეყნებში და მხოლოდ ძალიან რთული იყო სადიყვადული ქადაგება მაშინ მაგრამ მithumetes აფრიკულ ქვეყნებში და არა მარტო იქ ქადაგა ის საოცარი რამეა მისი ღვაწლი რომ დაარსა ქრისტიანული სასწავლებელი ეს რაღაც ახალია იმ პერიოდისთვის საბსოლუტურად ერთ-ერთი პირველი წარმოუდგენელი და ლიტურგიკა შეადგენა ლიტურგიული მსახურების ფორმა დაუტოვა ეგვიპტელებს რითაც ისინი სარგებლობდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შემდეგ მას სულიწმინდით ეუწყა რომ უფრო ღრმად უნდა ეხადაგა ეგვიპტეს უფრო მეტად ანუ განუვითარებელ ქვეყნებში შეიძლება ესე ითქვას მაშინდელში იქაც იქადაგა და ერთ-ერთი ღვთისმსახურების დროს მას წარმართები თავს დაესხნენ საშილად გოემეს აწამეს და ცოცხლა მკვდარი ჩააგდა საყვევლეში ისე რომ სამჟავროზე გაყვანამდე მეორე უნდა დაეცეს და სიკვდილით იგი აღესრულა შემდეგ მისი გვამის დაწვა გადაწყვიტეს მაგრამ მიწა იძრა ღვთისაგან სასწაულებრივად დაიფანე შეშინებული წარმართები და ქრისტიანებმა იგი პატივი დაკრძალეს ქვის სარკოფაგში რომელიც შემდეგ არაბების თავდასხმისა და შეუწყობის შიშის გამო გადაასვენეს ვენეციაში მის ნაწილები და დაკრძალეს მისვე სახელდებულ ტაძარში და სადაც განისვენეს დღემდე მისი ნაწილები. წმინდა მარკოზის სახელობის ცნობილი ტაძარი ვენეციის მოედანზე. ახლა კი გადავიდეთ სახარებაზე. რომელი მახარებლისგან იკითხება, რომელი თავია, რა შინაარსი და შემდეგ განმარტება მოხდა. იოანე მახარებლის თავისაგან ვკითხულობთ, წავიკითხოთ ღვთისმშეწევით კვირას სახარებას და ცნობილი სახარების ეპიზოდი სამარიტელ და უფლის საუბარი სამარიტელ დედაკაცთან. ძალიან საინტერესო ისტორია რომ მოვისმენთ, აი სასიამოვნო შეიძლება ითქვას, მაგრამ უამრავი სწავლების გადმოცემია შეგეთ მოძღვრებით, სადაც მაცხოვარი ჩვენ გვამხელს, ასევე სწავლის წვრთნის და კვლავ სულის განახლებისაგან მოგვიწოდოს. ესეთი ისტორია, მოკლედ რომ მოვიხილოთ, მუფალი განევლიდება იერუსალიმს, რადგან იქ უამრავ სასწაულს აღასრულებს, მას მოწაფეები უკვე უბერდება, რაც თავისთავად შურს აღძრავს მისი მტრებში, ფარისეულ წიგნურებში და უდევსახურებში. ამ დროს შეიპყრეს იოანე ნათლისმცემელი, რადგან ჯერ არ იყო ჟამი მისი მოწვევნებისა, იგი განეშორება, რომ არ გახდეს საბაბი სხვა კიდემედი ბოროტებისა, წიგნობრებისაგან და ჯულის სპეციენებისაგან და გზად მიმოვალ გალილეაში, გალილეაზე მის მიმოვალ გზაზე სამარიაში გაჩერდება.
სადაც იქ 6 და მიუთითეს מחარებელო დაახლოებით 6 საათია იმ დროით ჩვენი დროით შუა დღე როცა ყველაზე მეტ ცხელა და ადამიანის აუცილებელი იყო დასვენება არათუ დაღლობის გამო და წყურვილის უდაბნოში ამ დროს მაცხოვარი საშინელი სიცხე არის ხარი კლიმატი იცით ალბათ უდაბნო არის ამ დროს იმ ტერიტორიაზე მეტად და წყურდება მოწაფეები წასულები არიანო საკვები იყიდო და მას მიახლება დედაკაცი სამარიტელი რომელიც იაკობის ეგრეთ წოდებულ ჭასთან მოდის წყლის ასწრაფოდაც მაცხოვარი ჩამომჯდარი და მაცხოვარი მას გამოელაპარაკა და წყალს თხოვს რომ დაალევინოს და განკვირდება დედაკაცი სამარიტელი რომ ჯერით იცნობს აქედან გამარტოთ რომ ის არის იუდეველი ჰურია თავის ჩაცმულობის თავისი კილოს როგორც დაელაპარაკება და განკვირდება რომ როგორ შენ ჰურია ხარ და ჩემგან წყალს ითხოვ რადგან არა შეეხებიან ჰურიანის სამარიტელთა ვიცით ჩვენ მათ შორის არსებული თუ გექემოდო ვისაუბროთ რატომ იყო დიდი მტრობა ჩამოვარდნილი ამას თავის საუკუნეების ისტორია აქვს და უფალი ეთქვის მას რომ შენ რო ეცოდე ვინ გელაპარაკება მას თხოვდი რომ აქეთ მოეცა წყალი რომ აღარ მოგწყულებოდა არასოდეს და გაუკვირდება ხა ქალბატონს აბსოლუტურად ხორციელი ყოფიერი თვალით უყურებს რომ შეათვალიერებს ხა მაცხოვარს არც ჭურჭელის კი არა თვითონ რო დალიოს წყალი და ფიქრობს ამის გამო თხოვა მას წყალი და როგორ პირდება რომ ახლა თან ისე წყალს მისცემს რომ აღარც მოწყურდება და ვიფიქრებს რომ რაღაც ჯადოსნურ წყალზე ლაპარაკი ხა მაცხოვრმა ეს უთხრა და ამიტომ ვიფიქრებს რომ ეშველა აღარ წყლის ასასებად მოვაგდა ეთქვის რომ კაი მომეცი ეს წყარო აღარ მოვიდა მეტი და აღარ ჩემა ოჯახმა ამის გამო იწვალოს რომ წყალზე მივდიოდ და ამ დროს უკვე მაცხოვრი რო შეხედავს რომ მისი ფიქრები არასწორად ვითარდება ის ჯადოქრობა სასწაულს მოეს რაღაცა ღვთისაგან მაშინვე მის თავის ყოვლისწოდნეობას დაანახებს კერძოდ ეტყვის რომ მოუწოდოს თავის ქმარს და ამდე ამ ხალხს არც თუ ისე დალაგებული ქონდა ზნეობრივი ცხოვრება რასაც თვითონ შემდეგ არ უარყოს თორსა მაცხოვრი ეტყვის რომ მართალია შენ არ ყავს ქმარი ხუთი ყავდა და არც ეს არ ეხა ვისთანაც ცხოვრობ და მამები გარდმოგცემენ რომ ამ დროს მაცხოვრმა სხვა მისი ცოდვებიც ამხილა ახლა აღარ არის სახარის მოთხრობილი მარტო მაინდა-მაინც ეს თურმე არ არის ახლა პატარა ცოდვა და აი ამ სასწაულის შედეგად როცა მიხვდება ქალბატონი მის წინაშე დგას არაჩვეულებრივი ადამიანი რომაც იცის დაფარულ მცოდნების ნიჭით დაჯდებული იცის მისი ცხოვრებაც რომელიც ვერანაირად ვერ შეეძლებოდა ცოდნოდა თუ არა ღვთის მადლის გამო აი მყისიერად მისი გადაეწყობა მისი ფიქრები მისი აზრები და უკვე უსვამს სულიერ შეკითხვებს ну სად არის ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისცემა აქ ჩვენთან გარიზინის მთაზე თუ როგორც იუდეველები ბრძანებთ სწორედ თქვენს ტაძარში და ამის შემდეგ უკვე მაცხოვარი მას საოცარ ქადაგებას მიუძღვნის განუმარტავს ღვთისმსახურის ჭეშმარიტ არს შემდეგ უწინასწარმეტყველს რომ შეწყდება ღვთის თაყვანისცემა როგორც გარიზინის ისე იერუსალიმის ტაძარში რომ ყველგან შევა ღვთის თაყვანისცემა ყველგან იქ ამის საშუალება და რა არის ჭეშმარიტ თაყვანისცემა უფალეთყვის რომ რადგან ღმერთი სულია თაყვანისცემა და მისცა სულ და ჭეშმარიტებით და თანაც თაყვანისცემა ნამდვილად თაყვანისცემა სწორედ სულითა და ჭეშმარიტებით აღესრულება და არა მარტო გარეგნულ ფონად როგორც ამ დროს მსხვერპლ შეწირით აღესრულებოდა და ამით დიდი მადლი შეეხო ქალბატონს ბუნებრივად ღმერთს მიახლა ღმერთი მის გულს შეეხო აღთოვანებულია მადლის ზემოქმედების ქვეშ ყოფი დაივიწყებს თავის წყურვილისაც სარწყულსაც თავის წყურვალე ოჯახსაც სადაც მიეტანა ეს წყალი დაუტევს ყველაფერს და გარბის და უნდა რომ ქალაქს მაცხოვრებლებს გააგებინოს გაახაროს რომ იპოვა მესია რომელსაც ქრისტე და კი გამოჩო გასცათ მე საუბრობ იხილავს უფლისაგან მოისმის ამ ქადაგებას თაყვანისმის შესახებ ითხოვ ნუ თუ შენ ხარ ქრისტე მესია რომელსაც ველოდებ და მოვიდეს და ამ დროს მაცხოვარი დაუდასტურებს რომ მე ვარ და ეს კიდე განსაცვიფრებელი წყალობა ღვთისა მისთვის რადგან ვიცით რომ ფაქტურად იუდეველები როგორ ეხვეწებოდნენ ღმერთს სული ნუ გაგვიწამეს სიცოცხლე გითხარი შენ ხარ ქრისტე და ღმერთი ასე იესო ქრისტე ასე პირდაპირ არ ეუბნებოდა მათ ამას თავისი ახსნა აქვს ბუნებრივია მაგრამ ეს ქალბატონი ღირსი გახდა იმისა რომ უფრო დაუმოწა რომ ის არის თავად იესო ქრისტე ხსნელი სოფლისა და ეს აღსანიშნავია ქალბატონის სიხარულო და სიხარულო სიყვარული დაუნჯებული თავისიანების და ქალს მოსახლეობას ეძახის რომ მოვიდნენ და იხილონ ნუ უკვე იგი არის ქრისტე ესე კი არა თქვა რომ მაინდა-მაინც დარწმუნებული და ახლა დააძალებს კი არა თვითონ ნახონ და მოусვინონ იმდენად დიდი ბედნიერება ღვთაებრივი მოძღვრის მოსმენა და შემდეგ ქალაქის მაცხოვრებლები გამოვლენ მართლაც იხილავენ მაცხოვარს მის ქადაგებას მოისმენენ და სამარცხვინოთ იუდეველებისა და გივე იესო მაცხოვრის თანასოფლელებისა თუ ნაცნობებისა რომლებიც დევნიდნენ მაცხოვარს თავის სოფელში არ მოусმინეს მოსაკლავად დასდევდნენ არაერთხელ უკვე სთხოვენ მაცხოვარს ოღონდ გაჩერდეს მათთან საერთოდ დარჩეს საცხოვრებელად იმდანაც ბედნიერებს ანიჭებს მას
მათ ღმერთთან იესო ქრისტესთან ურთიერთობა და მართლაც იესო ქრისტე გაჩერდება ორი დღე მათთან იქადაგებს, იმოღვაწეებს და ყველაზე დიდი რამ რაც მოხდება, რატომ ხარობს, რატომ გაჩერდა, რომ ხედავს, რომ მის დათესილი მარცვალი ასე მყისრად უკვე ნაყოფებს იღებს, რომ როცა წავამბრძანდება და დაუტოვებს სამარიას, რომ თავისი მისია უნდა აღასრულოს. აი სამარიელები უკვე გახარებულები, უკვე მორწმუნენი ამ ქალბატონს ეუბნებიან სამარიტელს, რომ ეს შემდეგ წინა მოწამე დიდი მოწამე ფოტინე სამარიტელი გახდება, ვიცი ჩვენ ეკლესიის ისტორია. ეუბნებიან რომ არა მარტო შენით გვწამს, რომ გითხარ, რომ ქრისტე აგვე ჩვენ თვითონ ვიხილეთ და გვწმინდა, რომ იგი არის ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისა. აი ნახეთ, რასაც იმხელა სულიერ სიმაღლეზე ასვლა, რომ თვით იუდეველები, რომლებმაც აღიარეს იესო ქრისტე, მაინც ესმოდათ, მას მესიად, მაინც ესმოდათ, რომ ის იყო მაცხოვარი მხოლოდ ისრაელის. და ისო სამარიტელები მიხვდათ, ის არის ყველასთვის მაცხოვრად, ყველასთვის გამოსახსად მოსული მესია იესო ქრისტე. ეს უკვე ძალიან დიდი ქრისტიანული სიყვარულის გამოხატულება იყო მათ მიერ და ასე სრულდება სწორედ ხსენებული ეს. მამა ირაკლი, ჩვენ არ ხვდება ხშირად სახარებაში, თქვენს გავუსვით ამას ხაზი, რომ მოცხოვარი თავად იძახის, რომ მე ვარ ქრისტიანი, აცხადებს თავის დიდებას, პირიქით დაფარულად და თუ იმის კურნოს ეუბნება, რომ ნიტყვი. ეს ის შემთხვევა, როდესაც ეუბნება, რომ მე ვარ ქრისტე, უცხადებს თავის დიდებას, უცხადებს თავის ნათელხელობას, ყველანაირად ფაქტობრივად ამ ადამიანს უცხადებს თუ ვინ დგას მის წინაშე. როგორ განმარტებლები რატომ ხდება ამ შემთხვევაში ეს რა იგულისხმება ამაში და რა უნდა იყოს ჩვენთვის აგულისხმება, იმიტომ რომ ჩვენ სახარებას ვისმენთ, ვკითხულობთ და ჩვენი პარასკევობით საუბრობთ ამას თემსახურება, რომ ჩვენში ნაყოფი გამოიღოს და არა უბრალოდ რაღაც ტექსტი მოვისმენოთ, როდესაც მომხდარი ამბისა. ეხლა მას ორი ახსნა აქვს. პირველ რიგში რომ ეს საუნდეს ძესა გამოცხადნების ვიცით ერთ-ერთი სახელმწიფოთა უფალი ასევე თავის ძეციურ მამაზე საუბრობს. პირველ მიზეზს რატომ მას განუცხადა ღმერთმა იესო ქრისტემ თავის დედაკაც ხსენებულს იყო ის რომ ხედავდა მის სულიერ მდგომარეობას, მის დამოკიდებას მაცხოვართან, რასაც ვერ ხედავდა, უბრალოდ ხედავდა საპირისპიროს იუდეველებს ჩვენს. ისინი ღმერთთან მედიოდნენ სასაუბროდ, კითხვის დასასმელად, მხოლოდ იმიტომ რომ იგი ემხილებინათ, რაღაცაში გამოეჭიდათ უკაცრად ესე რომ ვთქვათ, შემდეგ დაესაჯათ, ანუ ტრულად, შურით, ბოღმით, ბოროტებით და ეს ქალბატონი ძალიან მაძიებელი აღმოჩნდა. აი მიუხედავად მამის გამარტო, მიუხედავად მისი ცოდვილიანი ცხოვრებისა, გარდაიმისა, რომ ასეთი ზნეობრივი ცხოვრება ქონდა, არც ის იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ცოდვები სხვა უამრავ ცოდვას შობს, ჩვენ ვიცით ახლა ღვთისმეტყველებით, მარტო ის არ არის ვიღაცა ასეთ მრუშობა ცხოვრობდეს და დანარჩენი ისეთი კარგი ადამიანია, ეს გამორიცხული, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბევრი ცოდვების სათავე ხდება ხსენებული ცოდვა, რაზეც მაცხოვარი მას ამხელდა ბუნებრივია, მაგრამ აი ამ ქალს ქონდა მიუხედავად თავისი ესეთი ძიმე მდგომარეობისა სულიერისა, საოცარი რელიგიური სული. ის მაძიებელი იყო ღვთისა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება აი ასე დროს ასეთ ყისრად მან უცბად გადართოს თავისი ცნობიერება და უფალ ძალიან სერიოზულ კითხვას უსვამს, ანუ მას აწუხებს ღმერთის თაყვანისცემის საკითხის მაძიებელი. ის ხვდება, რომ რაღაცა ისე ვერ არის, რომ თუ გარიზინის თაზე როგორც სასწავლიდან მოძღვრები და მისი წინაპრები, რომ აი მარტო აქ შეიძლება ღმერთის თაყვანისცემა, მაშინ რატომ არა იუდეველები ამბობენ იგივეს თქვა მარტო იერუსალიმში, როგორ შეიძლება ღმერთი ესე შემოსაზღვრული იყოს, ხვდება ამდენს და ეს აინტერესებს. და მალევე დასტურდება მისი რელიგიურობა შინაგანი, რომ როცა უფალი ამას განუმარტავს და მიუთითებს ღმერთის ყველგან თაყვანის შესაძლებლობას, უკვე ის კითხვას უსვენ, თუ შენ ხარ ქრისტე. ფაქტია, რომ მას ქონდა მესიის მოლოდინიც. და სწორედ ეს არის მთავარი გამყოფი მასსა და იუდეველებს შორის, რომ იუდეველები მოელოდებოდნენ თუ ქონდათ მესიის შესახებ ცოდა, რაც ქონდათ კიდე მოსეს ხუთწინებიდან, ელოდებოდნენ ქრისტეს როგორც პოლიტიკურ ბელადს, როგორც მათ თავისუფლებას და ბატონებს ხომ სოფლეზე და სამარიტელი ქალბატონი ელოდება მოსეს ხუთწინებიდან მოყოლებული ისე ცოდნა დაუნჯე, ელოდება რომ მოვა მაცხოვარი, ანუ გამომხსნელი ცოდვებისაგან, რომელიც გაათავისუფლეს მათ ცოდვებისაგან და სწორედ აი ამ წვერის გამო დაჯილდოვდა იგი, რომ იესო ქრისტე მიწეს პირადად აღიარა თავდაბლურად და დაუდასტურო ის არის ქრისტე განა ისე რომ მე ვარ ქრისტე და მომისვენი ახალ ქალბატონს კითხვა დაუსვა მისი ეს წენა და შინაგანი დამოკიდებულება დააჯილდოვა ღმერთმა თავისი ღვთაებრობის აღიარებით და მეორე რასაც გვასწავლის ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფალი შემდეგ არაერთხელ ეკადაგებს ამას რომ ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია ქრისტიანისთვის
ტრობა და სიძულვი რომელიმე ერისა, მოდგმისა თუ ქვეყნისა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის ბოროტებას უკეთებდნენ, იმიტომ რომ იუდეებსაც ჰქონდათ საამისოდ ბევრი საბაბი, რატო უნდა შესძულებოდა თქვა სამარიელები, ძალიან დიდი ისტორიული ამას აქვს თავისი ახსნა და ფაქტები ხდებოდა, მაგრამ არ ამართლებს ადამიანს, რომ სიძულვი ჰქონდეს პიროვნების მიმართ და ეთნიკური ნიშნით. და ქრისტე ამიტომ ეტყვის შემდეგ მოციქულებს, რომ უკვე თვის დაყვაროდით, ხოლო რა ის არგებელდას თქვენ და რადგან ცოდვილიც ამას აიქმნია. არადა იუდეები ასწავდნენ, რომ კბილი-კბილის საწիր უნდა გიყვარდეს და უნდა გძულდეს შენ გიყვარდეს მოყვასე და გძულდეს მტერი შენ. რაც შეეხება თუ სამარიტელს ეთნიკური ნიშნის სიძულვის, ისინი პირდაპირ სინაგოგებში წევლიდნენ სამარიტელებს. ეს თემა სამარიტელი აქციეს მათ ცოდვის სინონიმად. და მას ხوارს თვითონ კადრებდნენ, რომ შენ სამარიტელი ხარ, რომ ცოდვის მთელი სისავსის წარმოდგენა იყო. და ჩვენს ქრისტიანებს გვაფრთხილებს ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ჩვენთვის დღევანდელ რეალობაში ეს ეპიზოდი, რომ არ შეიძლება არავითარი საბაბით ადამიანის შეძულება თუნდაც ეთნიკური ნიშნით. რაც არ გინდა, რა თქმა უნდა, ზიანი მან მოგაყენოს, პიროვნული იქნება, იყოს შეიძლება ეს ეკლესიის მტერი, შენი სამშობლოს მტერი, თუ პიროვნული შენი მტერი არ გაემართება ქრისტიანს ხვისი სიძულვილი, პიროვნების სიძულვილი. უნდა გძულდეს ბოროტება ბუნებრივად, ვეძულოთ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ სიკეთით მარცხდება და არ უნდა ვებძოდეთ, არ უნდა გძულდეს ადამიანი. სიძულვილის სული, ზოგადად ეს არის ეშმაკის სული, ეს არის ბოროტების სული. თუ ადამიანი ამ სულით მოქმედებს, რა თქმა უნდა, ის ეშმაკის შვილია და არა ქრისტესი. და ამის ძალიან დიდი ნათელი მაგალითი იყო ჩვენი აც განსაცდელი პატრიარქი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უყვარდა, განსაზღვრად რელიგიური ნიშნისა, თუ ეთნიკური წარმომავლობისა, თუ გნებად რელიგიური მწამსისა და ესე ამით იმას თავის ღვთაებრივ მას გამოხატავდა. შეუძლებელია ქრისტიანი იყო და არ გიყვარდეს მტერი შენი. ანუ ზოგს ეს რაღაც მათ მიაჩნია რაღაც სიმბოლო ნათქვამად ხატონად მაცხოვრის მიერ გიყვარდეს მტერი შენი აკურთხე და როგორ უნდა გიყვარდეს ნახეთ, განამარტო ის კი არა რომ არ მზუს და რა ოქნა ხა იმას ვერ შევიყვარებ. ხოლო გეუბნება რომ ის რომ გიყვარდეს მტერი რომ უნდა აკურთხევდე მასო, უნდა დაალოცო, რომ წესენ წევლიან შენ უნდა დაალოცო. რო გდევნიან შენ უნდა აკურთხო. ეს წარმოუდგენელი სიმაღლეა, მაგრამ თუ გინდა რომ ქრისტიანი იყო, რა თქმა უნდა ეს უნდა გააკეთო. მოყვის სიყვარულში თავისთავად მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები არ ითვლებიან თავისთავად. ასე ჩაკიდათ ეს მოდა და ასწავლეთ სხვადასხვა იუდეელი მოძღვრები და სამარცხვინა რომ დღეს ქრისტიანებმაც იგივენაირად ჩვენ მიმოქმედოთ. და ვინც ამას აკეთებს, დღესაც არაერთ ჩვენ ვაწყდებით ასეთ სიტუაციას, რომ აბსოლუტურად მიზანმიმართულად ითესება ბოროტება, შულსიძულვილი ერებს შორის. აი ისტორია და ამიტომ ამის გამკეთებელი არის ბოროტის ის ეშმაკის საქმეს აკეთებს, ამას ხვდება თუ ვერ ხვდება. ალბათ ძალიან კარგადაც ხვდება, მაგრამ სიძულვილი კიდევ ერთხელ ვიძახ ეთიკურ ნიშნით, თუნდაც ისტორიული გარკვეულ ზიანს რომ ჩვენ მოგვეყენა და ჩვენ გვაქვს ამის გამო საბაბი რომ გძულდეს, ას არ გაემართება ქრისტიანს. ყველა ჩვენთვის ყველა მოყვასია მართლად აღნიშნეთ და აქედან უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი. ნახეთ, მამაო ჩვენო, ეხლა ვიცით ეხლა ამლოცვის მნიშვნელობა ეს ვიხლა ბედენ მოგვანიჭა ჩვენ ქრისტიანებს მაცხოვარ მამლოცვის თქმისა, ეს ბედნიერება მამათ მიმართვის ღმერთს ანგელოზებსაც კი არ აქვთ, ხომ? ისინი ადიდებენ ღმერთს, აქებენ უფალს როგორც უზენაეს, როგორც მეუფეს არის კიდევაც, მაგრამ მამათ ვერან ვერ მიმართოს. ეს ქრისტიანებს გვაქვს ამის ბედნიერება და ავტომატურად ჩვენ მამას რომ მიმართავ, შენთვის ყველა დაძმა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა ღმერთის შვილია. ეს არის ჩვენ გვწამს, არ აქვს წამს. ანუ ღმერთის განგების გარეშე არ ადამიანი ვერ ჩნდება ქვეყანაზე. ვერც აქ, ვერც ევროპაში, ვერც ჩრდილოეთში, ვერც დასავლეთში, ჩვენ სამეზობლოში ქემოთ სხვაგანაც, არც კამბოჯაში, არც ბურკინა ფასოში, აფრიკაში, არცად რომ ღვთის განგებული. მაშინ აბა დარვინიზმის თეორიამდე ხო არ დავოთ, ხო? ერთმან დაგვიფაროს. ანუ და ყველა ადამიანი გაჩვენე ღვთის ხატი და მსგავსია. მიუხედავად მის თუნდაც რელიგიური წამსისა, კანის ფერისა, რასისა, აბსოლუტურად ყველა ჩვენი ღმერთიშვილი, ან თუ ღმერთიშვილია და ის ღმერთი ჩვენი მამაა, როგორც უწოდებთ, შენ დაძმა გამოდის, რა თქმა უნდა, სულიერად, ამიტომ შეუძლებელია, რომ დედმამიშვილი ესე რომ ღმერთის ხატად ადამიანი ღმერთის ხატად შექმნი შენ გძულდეს და ასე და დარჩე ღმერთის შვილად წოდების პატრიში ეს გამორიცხული. აი ამის ნათელი მაგალითია სახარების ეს ადგილში, რომ თავად სამარიტელი მიმართოს როგორ შენ თხოვ მეწყალს, იმიტომ რომ მაშინ თქვენ ბრძანეთ რომ ეს სხვა ისტორია და ვიცი ალბათ უმეტესობამ რომ დაპირისპირება იყო, მაგრამ მაცხოვარი არ უყურებს შემთხვევაში ჯერ არის სამარიტელი რომ ეს მაცხოვარია და ღმერთია და მესია. უყურებს როგორც იუდეულ ადამიანს და თulis რომ როგორ შეიძლება შენ მე რომ მეთხოვო. ჩვენ ძალიან ხშირად ესე უწოდებთ ჩვენ თავს ქრისტიანებს, ხანდახან გონია რომ გამორჩეული ქრისტიანებიც ვართ და ეკლესიაში ჩვენი ადგილები გვაქვს და ყველაზე უნდა ვეზიაროთ, მაგრამ გამოვალ და გვავიწყდება ეს მიდგომა, რათა თქვენ ახლა ისაუბრეთ, რომ სხვა თუ არ არის დაუშვათ ჩემი ეკლესიის მრევლი და ჩემი მოძღვრის მრევლი ან თუ სხვა ერთო სხვა ქრისტის არის, რა ქვია, სხვა აღსარებლობის, როგორ შეიძლება იმას რამე უთხრან? ისეთი რაღაცა შეიძლება იმის იგონოს, რომ სხვა აღსარებლობის თუ და მთხოვნელი არც უნდა დაეხმარო და უნდა გააგდო და ასე შემდეგ. მაგრამ მაცხოვარი ამის მაგალითი თვითონ გვაძლევს, რომ ყველა ღმერთის შვილია, ყველა ღმერთის გაჩენილია და
შენ ღმერთის პრეროგატივაა ეს ვის რა ცოდო აქ და მიროგორი შენ რა იცი მაგრამ გაბოთფილელი რო ავიღოთ შეიძლება სანამ ქრისტიანი გახდებოდა მანამდე ვინმე ზეფიქრა ესე მაგრამ რა იცით ვის რეალოდება და ღმერთი ვის რას უმზადებს ამიტომ ესეც ხო არ არის საგულისხმო ამ ერთი მარტივი დიალოგის ნაწილიდან კიდე ერთხელ ხასურს და სამარიტელი ეუბნებრო შენ ჩემგან თხუწყალს რომ ჩვენ არ უნდა უყუროთ როცა საუბარი გვიწევს თუ დახმარება გვიწევს თუ თუნდაც ურთიერთობა გვყიდოს ადამიანს მისი რელიგიური მწამსის თუ წარმომავლობით თუ ეროვნულობით დიახ, რა თქმა უნდა, აღნიშნეთ ამ თემაზე, რომ ეს ქართველისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს კარგად გვესმოდა ყოველთვის, რომ ყველა აღნიშნავს ამას. რომ ტოლერანტობა ჩვენი და აი სიყვარულის უმაღლესი ნიჭი, რომ ქართველს მტერიც კი უყვარდა. ხა ცოტა ძნელი გასაგებია, შეიძლება რომ ვიღაცა გეტყვის, რომ აბა ამდენი ბრძოლები და სულ ბრძოლა ვიქონდა, მაგრამ ყოველთვის ეს ბრძოლა იყო თავდაცვითი. როცა მტერი მოდიოდა რჯულიერი თუ ურჯულო, ჩვენ ის გეცილებოდა ყველაზე ძვირფას, როგორც წესი. ეს იყო სამშობლო, ეკლესია, ღმერთის სარწმუნოება და შენი ოჯახი. შეუბრალოდ თავს იცავდი და ხა ამ დროს ამ მოტივით სიყვარულისა რომ ახლა მიუშვირულობა ეს სხვა გაგება. ეხლა ეს არის გავკომართული მდგომარეობა, რომელიც გადაშორის მოქმედებდა რჯულიერ ხალხში, ებრაელებში, რომელსაც არასდროს ესმოდათ მათ შაბათის წესი, რომ შაბათს უქმობის, უსაქმრობის დღეთ მიეჩათ უქმობას უსხარამე იყო, რომ კერძოდ ტერმეს კარგად გაითავისე, გაცნობიერე და შაბათად ესხმოდა ხოლმე თავს ებრაელებს და ამ დროს იმოტით რომ ჯულისმენი იყვნენ ხმალზე ხელს არ წაივლებდნენ და ეს იხოცებოდნენ და ეწირებოდნენ ოჯახებიან შებრძოლების გარეშე თქოს ღვთისის სათნო ვერ იქნება და შემდეგ მაკაბელების დროს ეს ამბავი ჯულისმენად გამოსწორდა და შეიცვალა. ანუ ქართველი კაცი იცავდა თავდაცვითი ომები იყო და თორე ამის იქით მას არავინ ამ ნიშნით ეთნიკურ ნიშნით არ ზუდა თვით მტერიც რომელიც მას აოხრებდა ასე ზერალს აყენებდა. ამისი კარგი გამოხატულება ესეთი ფაქტი ალბათ ბევრჯერ მომხდარა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს შემოგვინახა ერთ-ერთი ხამწუთას ეს მახსენდება აგაგიწერის პოემაში საისახეს თორნიკერის დავიწოდეთ თორნიკე ივანე თორნიკე ყოფილი დროს ეს ჰადესის ბრძოლა როცა ბიზანტიის იმპერია გადარჩა ქართული ხმლის შედეგად და თავდადების შედეგად თორნიკეს ამ სარდალის ამ ბრძოლის ბრძანება რომ ყველა უნდა მოეკრიფა დაჭრილი იქნებოდა ეს მტერი თუ მოკეთე და ყოველს უნდა მკურნალ რადგან ადამიანის ხატი და მსგავსია ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსია და არ შეიძლება რომ ის ასე დავტოვო და მარტო ჩვენებს უმკურნალო და სხვები სასიკვდილოდ გავწირო და ეს ყოველს კარგად გესმოდა ქართველებს და მჯერა დღესაც როცა მტერი არაერთხელ ცდილობს რომ ჩვენი შინაგანი სამყარო ესე შეცვალოს და ამახიჯოს სიძული დააბნევოს შეძლეს ამაზე ზემოთ ამაღდეს და არც ერთი ადამიანი არც ერთი ერი არ შეიძულოს ეთნიკურ ნიშნით არამედ ყველა უნდა უყვარდეს რადგან ჩვენ ვართ ქრისტიანები და სწორედ აი ქრისტიანებს რო გვეშლება ეს დიდი პრობლემაა მათაც ძანებთ კახა რომ სამწუხაროდ ქრისტიანები გონია თავი და როცა საქმე უნდა წარმოჩინდეს ვეღარ ვართ ხოლმე. ამიტომ ნავიღოთ მაგალითი ასეთი მოძღვრებიდან, მაცხოვრის მოძღვრებიდან, ჩვენი განსვენებელ პატრიარქისაგან, რომ როგორ უნდა გვიყვარდეს ყველა. ამ ყველაფერს გაიაზრებ, როდესაც შენს ქმედებას, შენს რწმენას გარეგნული იერსახე არ აქვს და მხოლოდ უფალი არ გონია, რომ ტაძარში არის, ან თითქოს გვავიწყდება ტაძარში მივდივართ, მოწიწებას, მორიდებას ვიჩენთ და შემდგომ ტაძრიდან გამოსული უკვე ვეღარ ვარჩევთ ვინ მოყვარია, ვინ მტერია, ვინ არის მოყვასი ჩვენი რეალურად და როგორ უნდა მოვიქცეთ და თუ დავაპირისპირებთ ძველ დროს და ახლანდელ დროს, ხო, მაშინ თითქოს უფრო შეიძლება ითქვას გავიგოთ, რომ ითხოვდნენ დასადასტურებლად გარკვეულ სასწაულებს, მაგრამ დღეს, როდესაც ყველაფერი ცხადია ხილის გულზე, გვაქვს ყველაფერი აბსოლუტურად, ხო, რატომ გვიჭირს ადამიანებს, რატომ ვართ მაინც მომლოდინენი ამ სასწაულების და რატომ ვერ ვიაზრებთ უფლის დარიგებას? სწორედ ამიტომ, რომ აი დღევანდელ სახელმწიფოს ხმაურება ეს მართებულად მართულებით დასვით შეკითხვა, რომ შინაგანი თაყვანისცემა ღვთისის სათნო აქ უსმეს მაცხოვარი ხას, რომ ჭეშმარიტ თაყვანისცემა ღვთის არის შინაგანი ან სულიერი თაყვანის სულით და ჭეშმარიტებით. და სწორედ ამის თქოს ვცდილობთ მეც რომ ქრისტიანებს გვევალებთ ჩვენ შინაგანი თაყვანისცემა პირველ რიგში. რა თქმა უნდა გარეგნულ თაყვანისცემას განაცოდვა, განაუარყო თქვა პილჯვის წერა იქნება, მეტანიები იქნება თუ ქედის მოხრა იქნება, რასაც ქრისტიანები ზედმიწევნით ასრულებენ. ეს კარგ შემთხვევაში თქვენ აღნიშნეთ რომ ტაძარში ისე ვიქცევით მოძიწევთ ეს კარგ შემთხვევაში ბევრს იქაც ეშლება ეს ფაქტურად ისე იქცევა ტაძარში ღვთისმსახურების დროს ხას უსმევდა ტაძარი ყოველთვის წმინდა ღვთისმსახურია მაგრამ ღვთისმსახურების დროს სიტყვას გავეუბნება ყველაფერს აღარ გავმარტავ რომ ისე საკუთარ სახში არ მოიქცევა ხანდახან მაგრამ კარგ შემთხვევაში თუ გარეგნულად გამოვხატავთ სამწუხაროდ სულიერად არ ჩანს ხოლმე ჩვენი ქრისტიანობა არ და სულიად რატოა მთავარი სულიერ შინაგანია შინაგანი თაყვანისცემაზე რომ მიუთითებს ღმერთი გარეგნული შეიძლება ძალიან კარგები ყოჩაღი მაგრამ
მთავარი ღვთისმის სათნო რა არის შინაგანი სულიერი თაყვანისცემა. თორე ასე შემთხვევაში ჯვარი გვეწერო ჩვენც აღარ განსხვავდებით მაშინ იუდეველი, მაშინდელი ძველი აქვის ეკლესიის მღვდელმთავრებისა თუ მღვდლებისა თუ ბრევლისა, რომლებიც გარეგნულად იყვნენ იდეალურად ჯულის აღმასრულებელნი, ცნებების დამცველნი, როგორი ზედმიწევნი, მithუდეს ეს ცნებები, რაც მათ მისცა ჯულიში მოცემ, გააბევრეს საკუთარი ეს სიბრძნით და ადამიანური ხედვებით და ყველაფერს იცავდნენ ზედმიწევნით, მაგრამ რა გამოვიდა საქმით მათ თვით ამ ცნებების და ჯულის წყარო იესო ქრისტე ვერ შეიცნეს და ჯვარს აცვეს. ჩვენც იგივე მოგვდის ხოლმე. ამიტომ უფალი მივთითოს რომ მისთვის სათნოა სულიერი თაყვანისცემა, ანუ შინაგანი. და რა არის სულიერი თაყვანისცემა? ისევ დავდნებ სალმეს დავესესხოთ რომ სხვერპლი ღვთის არის სული შემოსული, გული შემოსული, დამდარებული ღმერთთან არა შეურაცხოს. შეიძლება რომ მაშინ აღესრულებოდა ეს ხორციელი ცხოველების სკოლა, დღესაც სამწუხაროდ ზოგადად ადგილი გვაქვს, ღვთისთვის ვერ იქნება სათნო. მისთვის არის შესაძლებელი ჭეშმარიტი თუ ადამიანი დაიმდაბლოს სულს, გულ შეიმოსა, ცოდებასა დაუკვირდება და მისი ქმედება შესაბამისად იქნება ღვთისთვის სათნო და მოსაწყენი. დიდი მადლობა მამა ირეკლი, საკვირაო სახარებას განმარტავდა ნაძალოდოში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღმრთმსახური დეკანოზი ირეკლი კენკებაშვილი.